ძალიან წუხარ. მიუხედავად ყველაფრისა, ნოდარი სიკვდილი ნამდვილად არ გამხარებია. შენს გადარჩენილი ხარ, მადლობა ღმერთს. აი აუცილებლად გავიგებ. გავიგებ, ვინ გააკეთა და ჩემი ხელით მოკლავ, ვინც არ უნდა იყოს. გეგა, მე ვიცი. ძალიან გაბრაზებული და გულნატკენი ხარ. იმიტომ ამბობ მაგას, მაგრამ იმაზეც ვიფიქრე, რომ იქნებ შენსავით გაბრაზებული და გულნატკენი კაცის გაკეთებულია ეგ 1000 კაცი ყავს ნოდარს გამწარებული, ხო და სანამ კაც პასუხს მოსთხოვ, მიზეზი უნდა გაიგო. გეგა, ყველას თავისი სიმართლე აქვს. აი არ მაინტერესებს, ვის რა მიზეზი ქონდა. ბოროტებით პასუხი საბოლოოდ დაანგრევს. უბრალო არსებად აქცევს ადამიანს. თავიდან თვლი რომ მართალი ხარ. მიხვალ სამართლიანობის აღდგენას ცდილობ. შეიძლება ცემო, შეიძლება მოგლა კიდეც. მაგრამ ბოლოს ისე გამოვა, რომ ბოროტებას კი არ სპობ, ბოროტებას აგრძელებ, მისი ნაწილი ხდები. შემდეგ სადღაც იმასაც გაიაზრებ, რომ რასაც ებრძოდი და ვისაც ებრძოდი, ის გახდი. ამიტომ არ გინდა. აი დღეს ვინც ვარ მე? სუმთლიანად ანდრეევიჩის დამსახურება იცი? ყველაფერი მომცა. ცხოვრებაში დამაბრუნა, რომელიც საერთოდ აღარ მქონდა. არ დასწავდა ანდრეევიჩს, თორე თორემ ზაგართმევდა ნაჩუქარ ცხოვრებას. აუ, რა გავიგო რა. ანდრეევიჩის სიკვდილში შენი ხერი ორევია? აი ცოტათი მაინც. დამიჯერე არ გაპატიებ. გეგა. ნოდარის სიკვდილი რომ დამოდა. იმდენი მიზეზი და საშუალება მქონდა, რომ დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა ეგ ამბავი. დამიჯერე. კაცის კვლავ რომ საქმე შეულოდეს, ნახევარი კაცობრიობა უნდა გაწყვიტო მაშინ. ეგ ყველაზე ადვილია. იცი მე გამომიცდია და სხვის მონაყოლს არ გეუბნები. კაც რომ ღვთისგან ნაბოძებს სიცოცხლეს წაართმევ. ან ამპარტავანი ხარ და ღმერთზე დიდი გონია თავი, ან სუსტი ხარ და მეტი არაფერი შეგიძლია. მე ისე გავატარე ჩემი ცხოვრება, რომ ამპარტავანიც ვიყავი და სუსტიც. მაგრამ მივხვდი, რომ თლად მართალი არ ვიყავი და სხვანაირადაც შეიძლებოდა. ამიტომ შენ ნურაფერში დაეჭვდები და ძლიერი ადამიანებით მოიქეცი. გამარჯობა. კონსულტაციაზე ვარ ჩაწერილი ექიმ კოსმეტოლოგთან. თქვენი პირადობა თუ შეიძლება. ხო? მადლობა.
დიახ, მიბრძანდით მეხუთე კაბინეტში. მადლობა. გამარჯობა. შეიძლება? კი, რა თქმა უნდა, მიბრძანდით. კონსულტაციაზე ვარ ჩაწერილი თქვენთან. დიახ, გისმენთ. მოკლედ. ლიფტინგ ეფექტის მიღება მინდა. პირველად ვიკეთებ პროცედურას, არაფერი არ გამიკეთებია და რას მირჩევთ, რა არის კარგი? რამდენი წლის ბრძანდებით? 28 წლის. მოკლედ, ლიფტინგ ეფექტის მისაღებად სხვა პროცედურები შეიძლება რომ გავაკეთოთ. პლაზმოლიფტინგი, ბიორევიტალიზაცია, ბუსტერიზაცია, მაგრამ მაინც ყველაზე რახან პირველად იკეთებთ, მაინც ბოტულინოთერაპიას გირჩევთ პირველ ეტაპზე, სახის ზედა მესამედის და ნახოთ. კი, ბატონო. ბაციმეტია. და პროცედურა რამდენხნიანია რომ მითხრათ? არ არის დიდხნიანი, 15-20 წუთი დაგვჭირდება მაქსიმუმ. და არც ძალიან მტკივნეული არ არის. ძალიან კარგით, მაშინ მე მზად ვარ და შეგვიძლია დავწყოთ. კარგით, მაშინ დავიწყოთ. გამოდით. მე პირში. ალო, ელე, რა შვები? რავი გასული ვარ, რა ხდება? არაფერი რამე უნდა ხდებოდეს. ისე მოვიკითხავ თქო. ისმინე, დღეს სადმე ხო არ გავსულიყავით? იცი, ეხა არ მცავია და დაახლოებით 9 საათში გავთავისუფლდები და მე შეიძლება კი. გადაო? სათქონ, მითხარი და მოგაკითხავ. დიღომში ვარ, მაგრამ იცი რა ვქნათ, მოდი მე მოვალ სადაც მეტყვი. არა, შენ რატო უნდა გამოხვიდე? მოგაკითხავ, თან სიმართლე რო გითხრა, თელ დღე მაგარი უსაქმურად ვარ და დროს გავწელავდი. კაი, რავი, როგორც გინდა. მისმინე, ისი შენ რა გაცვია? რა? ანუ კაბა გაცვია თუ შარვალი? რებს მეკითხებ მიხატავები? საწყენად კი არ მithქონს. ჩემპონჩი მაინტერესებს. და ჩემპონჩი რა გაინტერესებს? კაი, დაიკიდე. შენ რომ მოიცლი, მომწერე და ეგრევე მანდვარ. კაი. დავიწყოთ? აბა გაიცინეთ? აბა გაბრაზდით? გაიკვირვეთ? ძალიან კარგი. დაიდგინოთ. აი, მასე. ანანა. როგორ მიდის სკოლაში საქმეები? ძველებურად. ისე ვიქუმშავებ, ხო? კი, ისე ვიქავ. გაბრაზებენ კიდე. როგორც ყოველთვის. რა თქმა. კოპაც მოვიდა. სტუმრები ყოლია. გამარჯობა. გამარჯობა. ვერიცანი, ხო? მე რა. ზაური, ჩვენი ზაურიც გოგოა. ნანა, შენ ახარ გოგო? სამტრედიე. აი მე დედასპიცა ვარო, ელგიცანი, რა ფერ შეცვლი, კარგი. შენ შემოგიდა. კარგად. შენ როგორ ახარ? აი, ძარამს ნანა. ეს კიდე ლელა. მაგენის მეზობელია. სასიამოვნო. მოდი ახლა დაჯექი შეგელოდებოდეთ. დაჯექი. ზაური რა დო არ წავევიდა თვითონ? უნდა და წამოსვლა, მაგრამ ორი დღეა წნევები აქვს და შეეშინდა. მაგას დავუთხარი მე. ღვინოს ხო დალებთ? კი, ეს ჭიქას დავლე. მე ვერ დავლე. ერთი ჭიქა არაფერს არ გესამსახლა დალე. ძალიან მაგარი ღვინოა. წამალივითაა მოკლედ. აფთიაქები მეხვეწებიან 1.20-იანი დადგი ჩვენ და გაგიყიდით. კარგი, მაშინ გავსინჯა. მოდით. ძალიან კარგი. მოდი ეს სადაიძელოთ ხათ ახლა და ძალიან გამიხარდა შენ რომ მოხვედი ჩვენთან. ჩვენს ოჯახს ყოველთვის უხაროდა სტუმრის მოსვლა და ყოველთვის გავხარდება. ამიტომ თქვენ მოსვლას და ჩვენ დახედროს გოგმარჩოს. გაგიმარჯოთ. გაგიმარჯოს. დალოცულები იყავით ყველა. ისე იმდენი ხანია მისვლა მოსვლა არ ქონია ერთმანეთში, რომ
რომ შემოხვედი ვეღარ მიცანი, ხო ხედავ? ვერ მიცანი, ბოდიშმა პატი. რას ამბობ? იმდენი წელი გავიდა. აბა. ესე სადმე რომ შევხედროდი, ვერც მე ვერ გიცნობ. კაია, ლენამ რო დაგვირეკა და დაგვპატიშა. კაია რო გავახსენდით. გაგიმარჯოთ. კარგად იყავით. დედა. ტელეფონი დამჩა სახში და თამარს ყვარდოვრეგი. არა. სხვათა შორის აგერ ლელას ქუთაისის უმაღლესი სასწავლებელი დაუმთავრებია. ახლა მუშაობს იურისტად, ხო? იურისტად მუშაობს. და შენსავით ოჯახებელია ბატონო, რა ვიცი, რას ფიქრობენ ეს ანგელოს რიდმოშები. არ ვიცი. არა, მათ მე ვერ გავიგე. ნერვიულობ დედა შემაგაში. ყველა მიხედავს მის თავს. ხო და თავისი ფეხით მოსულა აგერ ოჯახში. ხო და ამის გაშვება იქნება აბა, ახლა აქედან. აი, ნანა, გაჩერდი ხარხულში ვიმაგდე. ლენა. რაღაცნაირი გემო წაკრავს ამ ღვინოს და სხვა ბოციდან ხوار ჩამოგისხია. არა. გუშინწი რომ გახსენი იმ ბოციდანა. მირი შლანგი წამეიღე ერთი და ჩამოვასხათ სხვა ბოციდან ღვინო. იქვე აშანგიცი ქარიგი მაგიდაზე დევს. მომეხმარი ადამიანო მარტო ვერ შევძლებ და მომეხმარი ჩამომასხვევინე ერთი წუთი გამოდი. ლენა მოდი აგერ. ხო იცი ახლა შენი დაგეგმილი როა ეს ყველაფერი. რა გინდა ლენა რა? რა არის ბიჭო, ჩემი დაგეგმილი. რა იყო ახლა რას უწუნებ მაგას? შენი რიგოა, განათლებული იურისტი, მუშაობს კიდეც. ძეიყვანე იქეცად მე გაატარე, გამოუტარე და ელაპარაკე, ეგება კეც მოგეწონოს. ლენა იცოდე ზედმეტი ხმა რა მეიღო. თორა წავალ სახლიდან და მანამ არ დაუბრუნდებს სანამ ეგენი არ. გაჭირდი, არ გეკოს არავინ სირცხვილია. სირცხვილი იგი რასაც შენაკეთებ ახლა. შედი ახლა გაფრინდი გამეიტანი და ღვინო ჩაასხშინეთ. რომელი? იგივე, რომელი? კამფეტი ვიტყვინო. სერიის სპონსორია სადაზღვევო კომპანია ალფა. როგორ მოხდა სახში რომ ხარ? რა ხდება? მომენატრე შეჩემა. რა ხდება თქო? რა უნდა ხდებოდეს? სახში მოვედი ჩემი შვილის ანახავად, რა არ შეიძლება? არ არის სახში და არ არის აუცილებელი აქ მოკითხვა. სხვაგანაც შეგიძლია ნახო. მაგარ ხოძე ხარ, აი? აჩიკო, რა გინდა? რატო არ მანებებ თავს? როდის ჩამოხვედი? საიდან? სადაც ბრძანდებოდი იქედან. რა შენი საქმეა? გოგო, რა არის ჩემი საქმე და რა არა, მე უკეთესად ვიცი. სადაც ანწალე? აჩიკო, არანაირი ვალდებულება აღარ მაქვს შენს წინაშე და ადექი გიხვეწები და წადი ახლა თორე რაღაც ომებს მიმართავ. რა, ძაღლობაში დარეკავ თუ იმ ბებერს მომიგზავნი ისევ, ა? ვინ ბებერს? რა არიცი? არ გითხრა შენმა წაყლებულმა კობაიამ? ეხა ცოტა წესირად ილაპარაკე, თორე არ ვიცი რას გისავ. კაითა, მისხდება. დასალები არა გაქვს? არა. გამომართვი. მაშინ რო წავიღე ისა,
მე არ მინდა შენ შემოგრე წაიღე გქონდეს რა ოღონდ თავი დამარების ჩემეშვი რა თუ დამჭირდება მოგაკითხავ და წავიღებ არ დაგინახო აქ მოსული და არ დამირეკო არასდროს გაფრთხილებ როგორ ხარ? კარგი ჩენ? ნაუ არა მიშვის. დაშვები, აი, მოვიცალე როგორც იქნა. ხო და ძალიან მაგრად გამახატე. დღეს მთელი დღე სახში ვარ. ძალიან უაზროდ. არ ვიცოდი რა მეკეთებინა და შენ რო მითხარი, გნახავ ძალიან მაგრად გამახატე. აი მე კიდე ფრედღა გარეთ ვარ და ისე დავიღალე რომ ვერ წარმოიდგენ. ეს შენია? ხო, გუშინ დავითხრია. ვა, მშვიდობაში. მადლობა. არ გინდა გავისეირნეთ. იციტარება. ვიღადავები, 8 წელია მოტოციკლეთს ვატარებ. ხო. შარშა მყავდა ძალიან მაგარი მოტოციკლეთი. რო დავქოქავდი, თელუბასას მოდახმა. ვიცი კი, მამა ჩემი გახსენებდა ხოლმე საღამოებით. განსაკუთრებით საღამოობით. რავი, ხარაპონჩი. ბიჭო, რა ვიცი, აი თან მინდა დაჯება, თან მეშინია, იმედი არ დამომტრევ. არა, გადაო. რა უნდა დაგამტრევ. ეს ისე სხვათა შორის ხო, მაგპონჩი გკითხე, რა გაცვია თქო. ახ, გამიკვირდა მე გრეებს მეკითხებას ხო ვერ ვიგებდი. წამოვა გავიდით. მეცა დავიხურო. დაბრძანდით კომფორტულად. აქეთ? აპა. რა ვქნა ბიჭიკო, აღარ ვიცი. ხო. ხანდახან საერთოდ აღარაფერი აღარ მინდა რა. რა გავაკეთო? აგე დედა ჩემიც მეწოდება. ისე დასაკშია ვეღარაფერს ვეღარ ვაგებია უკვე. თან ნერვიულობ აკეთ, რამე არ დაემართოს. ამ გოგოსაც რას ერჩის ვერ გევიგე ერთი. ბიჭო, რამდენ კითხვას დასვამ იმაზე მეტ პასუხს მიიღებ ყოველთვის. რო იცოდე შენ. ანუ ის რომ ამდენი ხანია ბიჭო, დედა შენს უსრულებ ყველაფერს. სულ მიჭკუაზე დადიხარ. ამიტომ მიეჩვია ის კალი და თავს უფლებას აძლევს გირჩიოს. შენიცაც უნდა გადაწყვიტო ხანდახან რაღაცეები. ასეც ვფიქრობ, რომ ჩემი ბედნიერება არ უნდა თქო. რას ლაპარაკობ ბიჭო შენ? რომელ დედას უნდა რომ შვილი ბედნიერი არ იყოს? მაგრამ იმ ხალხს თავისებურად ესმის შენი ბედნიერება. ყველას არის სახლა არც უნდა იცოდეს არა ვალდებული რომ რა ხდება შენს გულში. მაგრამ შენ უნდა დაწვე იმ ხალხთან და შენ უნდა ადგე. შენი გადასაწყვეტია ყველაფერი. ეს მის დევიღალე ბიჭიკო, აღარ შემიძლია მეტი, არა. ყველას მე უნდა ვეფერო და ველოლიაო. ხამები აღარ მძინავს უკვე. ხანდახან ასე მგონია აზრი თუ აქ აწი რამე საერთოდ. რაც 15 წლის სიცოცხლე მაქვს დარჩენილი. რაღაც ვეპოტინო აწი მითხარი. არა ბიჭო შენ დასადგენი მაგ 15 წელი იცოცხლებ თუ 35. გადაწყვეტენ მაგას უშენოთ ვეში. შენ იმაზე იფიქრე ისვისას გაგაშინა ღმერთმა. ღმერთმა იმიტომ გაგაჩინა რომ შენი ყვალი დატოვა ქვეყანაზე. ეგიც მიაჯერე ეგა. რა? ესა? ბიჭიკო. ცოლს რომ მევყან. ჩემი მეჯვარე ხო იქნები? ბიჭო. რა დროს ჩემი მეჯვარეობა ახალგაზრდები დაილია სოფელში? არა, შენ უნდა იყო ჩემი მეჯვარე. ბიჭო, შენ ცოლმე იყო და მეჯვარე კი არა, თუ გინდა სეფის ბოლოში დავждები და აღარ დევოზე და უკვე. დაარტყი ხელი.
რა ვიცი, ой, ახლა ამას რა უხნავ? მაგას ხერხი უნდა, მაგ ჯერ მოჭრი. ალო. მიწერია თქვენი ნომერი. მართლა? არა, არ მეგონა ესე მალე თუ იპოვიდით. ესე იგი, ზეგიდან აღარ მომიწევს თეატრში მოსვლა, ხო? კი, ხვალ ჩვეულებრივად მანდ ვარ. მადლობა. ნახვამდის და ბოდიში. მე აქ ჩამოვა. ლუკა ძალიან არ მომწონხარ ეს ბოლო პერიოდია. როდის მოგწონვა რომ? როდის მომწონხარ და როცა ესეთი ბუსული არ ზიხარ. როცა ხუმრობ და იღიმ, აი მაშინ მომწონხარ. ხო. სულ არ გავიღიმა. თუ გავგიჟდი, კიდე შეიძლება, მაგრამ არა ციგარაა გამორიცხული. მოგა რა გჭირს? არა, ისი არ შეიძლება. ყველაფერი გაქვს. რამე გაწუხებს? არ ვიცი. ყველას აწუხებს რაღაც. შენი ცივი ვის არაფერი აწუხებს? ან შენ იდეალურად და ყველაფერი? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ვცდილობ არ ვიფიქრო მაგაზე, იმიტომ რომ მე დეპრესია მეწყება და ყველაფრის ხალის ვკარგავ. ეგ ქალებს გამოგდი სხვათა შორის. მაგრამ მე თუ რაღაც დამემართება, იმდენს ვფიქრობ მე რომ ძალიან ვიღლები რა. იმიტომ რომ არ საუბრობ. მე მაგიტო გიყვები ყველაფერს. ვიცლები, თან კარგ რჩევებსაც მაძლევ. ძალიან კომფორტულია მართლა. თუ ითვალისწინებ მაგ რჩევებს, ეგაა მთავარი. შენსაც ყველაფერს ვითვალისწინებ, ხო იცი? გამარჯობა. გამარჯობა. აქ რა გინდა? დაგენახე და შემოვედი. რა უნდა მოსულიყავი? არა, ეგ არ მithkoms. ჩემი მეუღლე და ჩემი თანამშრომელი. ლიკა. ანი. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. შეგვეთა რამეს? მე ყავასდავლა. მორჩი მუშაობას. არა, ეს შესაძლებლობაზე გამოვიდით და შენ? არაფერია. ლამაზი მეუღლე ყოლია. დიდი მადლობა. უკაცრავად. შენთან მოდიოდი. როგორ ხარ? შესანიშნავად. ერთი წუთი. რა გინდა? არ ვიცი რა გითხრა. მაპატია. კაი რა, ძალიან გთხოვ. აი მართლა არ მეგონა რა. თუ აი მაგასაც იკადრებდნენ და შენ დაგადგებოდნენ. და ხო ხედავ კახარო, ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია ხოლმე და მოდი დამანებე რა თავი. ვიცი რომ ნაწყენი ხარ ჩემს. ესმის. მაგრამ ჩემიც გაიგე რა სოფი. მოკლას მიპირებდნენ. მართლა ვერ ხვდები რანაირად გადავრჩი. კიდევ ვერ გამოდივარ მაგ სიტუაციიდან რა. აი თითქოს ყველაფერს უკვე შეგუებული ვიყავ. და რატო გიპირებდნენ მოკლას კახა? უმიზეზოდ არავინ არავის არაფერს არ უპირებს ხოლმე. მითხარი გისმენ მაინტერესებს. ქუჩაში მხვდებიან, მანქანაში მტენიან, იარაღით მემუქრებიან და რატო რა დავაშავე?
მაინტერესებს მითხარი. მე ეგეთი ცხოვრება არ დამიმსახურებია და არ მინდა. ვერასოდეს ვერავინ ვერ შეგეხება. აი მაგას გვირდები. აუ, კარგი გეხვეწები რა, დავით ამანებე. ბოდიში რომ მირტყამდნენ და მოკლით დამემუქრნენ, მეც და ჩემს შვილსაც და მათქმევინე სადაც იყავი, მართლა არ მინდოდა. უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა. მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა, შენ თავისუფალი ხარ და კარგად ხარ. ხო და ჩვენც აქ დავასრულოთ რა ყველაფერი. კაი, ესე ნუ ლაპარაკობ სოფი რა. იქ პირდები რომ შენ შეურაცხყოფას ვეღარავინ ვეღარ მოგაყენებს. აი ნოდარსაც გაეცა პასუხი და სხვა დანარჩენებსაც მიეხედებათ. ნოდარი ვინ არის? აი ის ტიპი, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა. კახა არ მინდა არავისთვის პასუხის გაცემა რა. კარგად ვარ და მინდა რომ დავივიწყო ეს ყველაფერი. თან გამომიშვა იმ კაცმა. ვინ იმ კაცმა გეგამქნა ეგ? მკიდია. აღარ მოხვიდე რა. მოდი. შეიძლება. მოდი. ძალიან გენდობოდა მამა ჩემი. ძალიან ძლიერი კაცი იყო ანდრეევიჩი რა. არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს. ანდახანაი ჩემს თავსაც ვადანაშაულება მან ბავში რა. ბოლოს იმდენ ადამიანთან ქონდა დაპირისპირება, ბრძოლა, რომ მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა რა. ფილმესე გაკეჭვე? წინასწარ არ მინდა დასკვნების გაკეთება, მაგრამ ამაზე ხელის მომწერი უამრავი ადამიანია. ასე ადამიანი მოწყობილი რა. როდესაც რაღაც მიზანს დაისახავს და თავის ზეძლიერს მის შინაგან შესაძლებლობებს ვერ უპირისპირებს, მერე თავის განვითარების ნაცვლად ცდილობს ის წინდგომი მოიშოროს და ასე წინასაფეხურზე დაიმკვიდროს თავი. გეგას გულისხმობ? არა, მარტო გეგას. ხო გითხარი, არ მინდა წინასწარ დასკვნების გაკეთება. სხვათა შორის ანდრეევიჩისგან მოქვს ნასწავლი, რომ არასწორი ადამიანის დადანაშაულებით ეს სწორედ იმ დამნაშავეს უკვალავ გზას. ასე რომ მოიცადოთ რა. ცოტა ხანი მოიცადოთ.
ეს ამ კომპანიებსაც უნდა მიხედოს ვინმე, თორე ასე დიდ ხანს ვერ გავძლებთ რა. ვის გულისხმობ? ვარც კი ვიცი ვის. ეხლა ისეთი დროა რომ ვერავის ვერ ენდობი. თან ბოლო დროს ანდრეევის ყველამ ზურგი აქცია. ერთადერთი ადამიანი, ვინც დარჩა, ვინც ამ საქმეშია ჩახედული და თან მამაშენის ბოლომდე პატივს სცემდა და ენდობოდა, კი იცი რომ მე ვარ და შენ თუ შენ გადაწყვეტ რა ვიცი. პირველ ეტაპზე მე უხელმძღვანელებ ყველა კომპანიას. შენც დამჭირდები რა თქმა უნდა. დრო რო გავა მე მივხვდებით ვის უნდა ვენდოთ და ვის არა. არა, მე უნდა მენდო ფაქტია. ფაქტი ისაა რომ მამა ჩემი მოკლეს.